შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი დაუბანელი ხელით ჭამდა ყურს. რადგან ფარისეველნი და იუდეველნი ყველანი იცავენ წინაპართა ჩვეულებას და ისე არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი. ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად. სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში. მაშინ კითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემის მიხედვით და დაუბანელი ხელებით ჭამენ პურს? ხოლო მან უთხრა მათ: კარგად წინასწარმეტყველებდა თქვენი სანათვალთ მაგცებზე ესაია წინასწარმეტყველი. როგორც წერია, ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან. ამაოდ მეკცევიან მოწიწებით, ასწავლიან რა მოძღვრებებს, ადამიანურ მცნებებს. ვინაიდან თქვენ მიგიტოვებიათ ღვთისმცნებანი და იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების, თასებისა და მრავალი სხვა ამგვარის გავლებას. უთხრა მათ: კარგია განა, რომ ღვთისმცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ. მოსემ თქვა: პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამისა, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს. თქვენ კი ამბობთ, თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას, კორბან, ესე იგი ზღვენიო, რითაც შემგან უნდა გესარგებლა. მას თქვენ ნებასართავთ აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისთვის. თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, აუქმებთ ღვთის სიტყვას და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავს. მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ. არაფერი ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა, არამედ რაც ადამიანისგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს. თუ ვინმეს ყურები აქვს ასმენად, ისმინოს. როდესაც ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას იგავზე. მან უთხრა მათ: ნუ თუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუც მისი წაბილწვა. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის გარეთ. ამით წმიდად გამოაცხადა ყოველგვარი საზრდო. შემდეგ უთხრა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტის რახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნობა და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.